სამკურნალო საშუალება. გადაცემა კაპიტალის ხავის პარტნიორია შვეიცარიული ყავა ბლაიზერი და მისი ოფიციალური წარმომადგენელი დინკავა. დღის მთავარი ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეები, კომპეტენტური სტუმრები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე. ბიზნესი, ეკონომიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სტარტაპ მიმართულებები, ყველა სფერო თავს იყრის ერთ სივრცეში. მიიღე რჩევები და გაზარდე შენი კაპიტალი. Georgian Times-ის ეთერში გადაცემა კაპიტალის დროა. გურამ მელქაძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო და YouTube მაყურებლებო, ეთერში გადაცემა კაპიტალი გუკა მელქაძესთან ერთად და დღეს ვისაუბრებთ მედიაციის მიმართულებით საინტერესო ცვლილებებზე, რაც უკავშირდება კანონს და ჩემი დღევანდელი სტუმარია ანა ჯალაღონია, მედიაციისა და ფასილიტაციის ცენტრის თავმჯდომარე და მედიატორი. ანა, მოგესალმები. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. არაერთხელ გვისაუბრია მე და თქვენ მედიაციის შესახებ მის როლზე და ახლა გვაქვს ცვლილებები მედიაციის შესახებ კანონთა მიმართებაში. მოდი ჩვენ ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს დეტალურად გავაცნოთ რას ითვალისწინებს ეს ცვლილებები და შემდგომ უკვე საერთაშორისო პრაქტიკაზეც გადავიდეთ და დეტალურად ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს. მაგრამ ჯერ დავიწყოთ უშუალოდ აი ამ კანონის ცვლილებით. პირველ რიგში მადლობა თევით დაინტერესებისთვის, როგორც ყოველთვის პულსზე გაგვს ხელი და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება სიახლე არის დეკემბრის 20-25 დეკემბრის ფაქტობრივად ეხლა ეცნობა ბიზნეს სექტორი ამ ცვლილებებს, თუმცა მინდა საზოგადოება და ბიზნესიც დავარწმუნო, რომ ეს ნამდვილი რევოლუცია იქნება, თუ სწორად იქნება გამოყენებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას შეიძლება არა მარტო გახდეს დავის ალტერნატივა, არამედ სასამართლოს გზით დავის გადაწყვეტის ალტერნატივა, არამედ გახდეს პირველი არჩევანი და ფაქტობრივად გადაწიოს სასამართლოს მიერ დავის განხილვები ალტერნატიულ ვარიანტად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მიმართულების გამოყენება შეიძლება როგორც უკვე სტრატეგიით დაგეგმარების პროცესში ბიზნესის სტრატეგიის ნაწილში, რატო? იმიტომ რომ ეს უკვე შეიძლება პრევენციული ნაწილით იყოს და უკვე შემდეგ დამდგარი კონფლიქტების მართვის ნაწილიც. რაც აი ძალიან მაგარი შესაძლებლობებს იძლევა. რო განმარტოთ რას ნიშნავს ახლა, ხო ეს? პირველ რიგში მთავარი ცვლილება რაც არის მე-13 მუხლის ცვლილებას ეხება, ეს არის კერძო მედიაციების გადაწყვეტილებები, ანუ კერძო მედიაციის ფარგლებში მიღებული მორიგები სასამართლოს მიერ აღსრულებადობის ნაწილში. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი, რატო ნახეთ? თუ მხარეები არასასამართლოს მიმართავენ, არამედ დაუშვათ გააკეთებენ ხელშეკრულებაში დათქმას, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში პირველი, ვისაც მიმართავენ არის მედიაცია, ისინი იწყებენ პარტნიორულ ურთიერთობის ფარგლებში თავადვე კონფლიქტის მოგვარებას, მედიატორის დახმარებით, რა თქმა უნდა, ახორციელებენ ამას უმოკლეს ვადებში. აქ არ არის საუბარი 2-3 წლიან როგორც მინიმუმ, ხო? ეს პირველ ინსტანციაზე მაგთან მარტო საუბარი, ხო? და ეს არის საუბარი სტანდარტული 45 დღიანი იქნება, 90-იანი იქნება, მაქსიმუმ თქვათ, რომ ეს მხარეებზეა დამოკიდებული რა ვადაზე გავლენ. ამ ვადაში დავის ისე დარეგულირებას, რომ გადაწყვეტილება კი არ იქნება მხარეთა კეთილნებაზე დამოკიდებული, არამედ იქნება აღსრულებადი, თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატო? თან ერთ-ერთი კიდევ დამატებით მნიშვნელოვანი გარემოება. ადრე თუ მხარეს ქონდა ორჭოფობა, თუ ის დაუშვათ დაიწყებდა მორიგების ფარგლებში, ხო არ გაუშვებდა ვადებს, რომლის ფარგლებში შეუძლია მიმართოს სასამართლოს. დღეს კერძო მედიაციისთვის მიმართვის დროსაც კი ხდება შეჩერება ხანძრისმულობის ვადებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, იმიტომ რომ გამოდის, რომ მხარეს უკვე აღარ აქვს ის წნეხი ვადასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ის ვალდებული იყო მიემართა სასამართლოსთვის, თუ არა დაკარგავდა საკუთარ პროცესუალურ უფლებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბიზნესისთვის წარმოვიდგინოთ ელემენტარული кейსი რო ავიღოთ. მე მაქვს ხელშეკრულება ჩემს პარტნიორთან გაფორმებული, სადაც მაქვს დათქმა, რომ პირველად მიმართვა არის მედიაცია. მედიაციის მიმართა მედიაციას და დაუშვათ ვთქვათ, თუ ორივე კონსტრუქციულად იქნებით პროცესში ჩართულები, 45 დღეში
მოვაგვარებ საქმეს ისე რომ არ მაქვს გრძელვადიანი უზრუნველყოფები, ყადაღები, დავები, საჯაროობა, რეპუტაციული რისკი, არ მაქვს და შევთქვათ თუნდაც რეპუტაციული რისკი არ მაქვს საზოგადოების კონტექსტში, ან პოტენციურ პარტნიორებთან, ხო, როცა ასე ვთქვათ ჟღერდება კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია, ეს თავისთავად სანდოობის კუთხით იწვევს რისკებს, ხო, პოტენციური ინვესტორები იქნება, პარტნიორები იქნება და ასე შემდეგ, ხო? მედიაცია არის კონფიდენციალური ჩუმი, სადაც არ ხდება ფაქტობრივად მედიური ჩართულობა, იქნება საზოგადოებრივი ინტერესის ჩართულობა. მხარემა მოაგვარეს დავა ისე, რომ შეინარჩუნეს პარტნიორი, შეინარჩუნეს რეპუტაცია, შეინარჩუნეს საკუთარი აქტივების გამოყენების დაზოგეს დროც და რაც მთავარია, უმთავრესად თან განშტვრიდადობის პროცესი აქვს, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სასამართლოს ნაწილში თუ ჩვენ არ ვიცით და უშუალოდ რა შედეგი შეიძლება დადგეს, ხო? შეიძლება დაგმოყოფილდეს, არ დაგმოყოფილდეს, შეიძლება ნაწილობრივ დაგმოყოფილდეს. რა თქმა უნდა, ორივე მხარე საკუთარი სამართლებრივი გუნდი არწმუნებს იმაში, რომ მოიგებს, მაგრამ ეს ყოველთვის არის უფრო მეტად სუბიექტური, ვიდრე ობიექტური სამწუხაროდ, ხო? მედიაციაში მხარე თვითონ არის ჯართული ამ პროცესში. მას შესაძლებელი თანაც მნიშვნელოვანია, ისინი შეიძლება გაცდენ იმ დავის კონტექსტს, ხო? და თქვენ კიდევ აქ ვერ ვასრულებთ, მაგრამ მე შემიძლია ეს გავაკეთო. ბიზნესმა იცის ურთიერთსარგებლიანობის არსი. აქედან გამომდინარე, მედიაციაში ამ ურთიერთსარგებლიანობის არსის ფარგლებში მიდის ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც ეხმარება გამოვიდეს იმ ჩიხიდან და პროცესი აირიდოს ყველაზე მტკივნეული პროცესი ეს არის თუნდაც უზრუნველყოფიდან გამომდინარე საკუთარ რესურსებზე წვდომის ნაწილში. კი, ანა, ფაქტია ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ მედიაციის როლი ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში და ფაქტია, რომ ამ მიმართულებით და ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო გაძლიერდება ეს როლი და მაინტერესებს შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ეს მიმართულება, საქართველოში რა თქმა უნდა პირველ რიგში. ნახეთ, ამ წუთის არსებული კანონმდებლობა საკმაოდ კარგ ბაზას იძლევა იმისათვის, რომ ბიზნესმა იპოვოს საკუთარი თავი, სარგებელი იპოვოს ამოცემულობიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის დავუშვით, რა თქმა უნდა, სასამართლოს ფარგლებში დავის განხილვაც მნიშვნელოვანია მედიაციით. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ საუბრობთ კერძო მედიაციის ფარგლების გაფართოებაზე. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უკვე დავის მხარეებიდან ასე ვთქვათ, უხეშად გატანის გარეშე როგორ მოგვარდეს პროცესი და ეს არის მნიშვნელოვანი თავარი ბიზნესმა დღეს ისწავლოს თავის დაზღვევა, იმით რომ საკუთარ ხელშეკრულებებში, საპარტნიორო ურთიერთობებში, იქნება ეს თუ კლიენტთან, იქნება თუ ნებისმიერ მესამე პირთან დაიწყოს დათქმების დამატება, რომ ნებისმიერი დავის არსებობს ესეთი მუხლი ყველა კონტრაქტში არის სტანდარტულად უბრალოდ იქ იწერება ან შეთანხმება სასამართლოზე არბიტრაჟი და ასე შემდეგ. საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს რომ არსებობს ესეთი მოცემულობა. მედიაცია პლუს არბიტრაჟი. თუმცა ეს ახლა არბიტრაჟი იქნება თუ მე სასამართლო მხარს გადასაწყვეტია, თუმცა პირველი არჩევანი უკვე არის მედიაცია. ეს არის ბიზნესის დაზოგვა დროის ნაწილში, თუმცა აქვე მინდა დავამშვიდობ ის ნაწილი, ვისაც აინტერესებს, რომ სანამ მე ვცდილობ დავის მოგვარებას, ხوار მოხდება აქტივების, ასე ვთქვათ, განიავება, გადაცემა. აქაც არის დაზღვევა მედიაციის ფარგლებში და მიმდინარეობს მედიაცია, შესაძლებელია იქნეს მოთხოვნილი უზრუნველყოფის საკითხი. ანუ აქაც დაცულია. ახსენე საერთაშორისო პრაქტიკა და მაინტერესებს თუნდაც სხვა ქვეყნებში, სადაც ეს კანონი არსებობს, რა გამოცდილების მიღება შეგვიძლია ამ ყველაფრიდან გამო, რას გვაჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა ამ მხრივ? გვაძლევს, რომ საკუთარ შედეგზე და ინტერესზე ორიენტირებული ბიზნესი ყოველთვის ირჩევს მედიაციის დათქმას კონტრაქტში. რატომ? იმიტომ, რომ პირველი და მთავარი, რაც არის, დავები იყო ხოლმე პირველი. ეს არის დრო, ეს არის ფინანსური რესურსები, იმიტომ რომ იურიდიული ხარჯებით მცირდება გარდა იმისა, რომ აქტივების შენარჩუნება ხდება, საბრუნავი და საოპერაციო ხარჯები თავისუფალია და არ არის ისე წლობით, ისეთი და ასე ვთქვათ, ტვირთის ქვეშ როგორც სამართლოს დროს. ამას გარდა და მნიშვნელოვანია რა ის, რომ ნახეთ, მედიაციის პროცესში თავარი რა არის სექტორში პარტნიორის შენარჩუნება. ნებისმიერ ბიზნესს ახლავს რისკ ფაქტორები. ნებისმიერს ახლავს, რომ შეიძლება ვადები გადაცდეს, ვარდებობა ვერ შესრულდეს, არსებობდეს ობიექტური გარემოებები თუ ასე შემდეგ, თუმცა ის რომ ბიზნესმა შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა, ისე რომ ეს არ გახადოს ბიზნესის მდგრადობის რისკის ქვეშ დაყენების საკითხი, ამის საშუალებას დებს მედიაცია.
და ნახეთ რა არის, როდესაც ბიზნესი ორიენტირებული არა იმაზე, რომ მაგალითად შური იძიოს პარტნიორზე, არამედ ორიენტირებულია ფინანსურ სარგებელზე, დროით სარგებელზე, რეპუტაციულ სარგებელზე, მათ შორის საზოგადოების როგორ აღიქმება ესეთ ის კომპანია, რამდენად სანდოა, რამდენად პარტნიორებთან ურთიერთობაში როგორი არის, ყველაფერი ეს კომპონენტი ქმნის ბიზნესის მდგრადობის ერთიან სურათს და ამ ყველაფრის დაცულობას უზრუნველყოფს ის რომ დავის ნიველირება ხდება ისევ მხარეების მიერ, ისევ შიდა კომუნიკაციის ფარგლებში კერძო მედიატორის მიერ. არ სასამართლო მედიატორის მიერ, არამედ კერძო მედიატორის. რა თქმა უნდა, მე თუ დავაწავდით სასამართლოში, მე ყოველთვის მომხრევა სასამართლო მედიაციის. თუმცა თუ საუბარია იმაზე, გვაქვს თუ არა არჩევანი, არჩევანი ყოველთვის არის იქ, სადაც ჩემი ბიზნესი დაცულია მესამე თვალისგან, როგორც მინიმუმ დაცულია დროითი ასე ვთქვათ, რისკისგან, დაცულია ფინანსური რისკისგან, დაცულია რეპუტაციული რისკისგან. სასამართლო მედიაცია ახსენე და კერძო მედიაცია. მაინტერესებს, რომელი უფრო უმჯობესია, ბიზნესისთვის ალბათ უფრო კერძო, იმიტომ რომ დროც იზოგება და აღნიშნე კიდეც, მაგრამ რა პლუსები და მინუსები აქვს ორივე მხარეს? სასამართლო მედიაცია არის იმ შემთხვევაში, როცა უკვე დავა შესულია სასამართლოში და მოსამართლე გადასცემს ამა თუ იმ მედიატორს. რა თქმა უნდა, სასამართლო მედიაციაში უკვე არსებობს მკაფიო დროითი ჩარჩოები, ეს არის 45 დღე. და თუმცა არსებობს შესაძლებლობა ერთჯერადად კიდევ გაგრძელდეს ეს 54-დღიანი ვადა და მივიღოთ 90-დღიანი ვადა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა არ მივმართოთ სასამართლოს და ნახეთ მთავარი კითხვა, რატო უნდა მივმართოთ სასამართლოს, თუ მაქვს იგივე მექანიზმები, რომელიც დაიცავს აქტივებს სანამ მე ვრიგდები. თუ მაგ აი ამის ნაცვლად 3 წლიანი და 4 წლიანი განხილვისა უმოკლეს ვადებში, კვირებზე, თვეებზე მაქსიმუმ არის საუბარი. თუ მაქვს საშუალება ისე რომ შევინარჩუნოთ ყველაფერი ისე რომ პარტნიორიც დამრჩეს და ამავე დროს მთავარი რა არის? ყოველთვის მაქვს ალტერნატივა. სასამართლოში სასამართლო ვერ გაცდება სასარჩელო მოცემულობას. და მედიატორის მიერ შედგენილი მორიგების აქტიც ვერ გაცდება მხარეების მიერ გარკვეულ ჩარჩოებს. კერძო მედიაციის პარალელში შედარებით უფრო ფართო არის ავტონომია, თუმცა სამართლებრივ შეფასებას იქაც გადის მორიგების აქტი, რამდენად აღსრულებადია და სწორია. ეგ სხვა საკითხი არის, მაგრამ თუ გვაქვს შესაძლებლობა და დავა ჯერ არ არის წარმოქმნილი, ან დავა წარმოქმნილია, თუმცა ჯერ მიმართული არ არის, კერძო მედიაცია არის უალტერნატივო საშუალება. ელემენტარული წარმოიდგინეთ, რომ ხანდაზმულობაც გენახებათ, ხო? ანუ დავის უფლებას არ ვკარგავ. მესმის, კი. ეს არის უმთავრესი, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე რთული პრობლემა ბიზნესისთვის, იმიტომ რომ მე თუ ვცდი მორიგებას და ამასობაში ვადები გამივა, მე რა გავაკეთო, ხო? ანუ კი რა თქმა უნდა, მირჩევნია მოვრიგდე, იმიტომ რომ მე შეიძლება აქ ფინანსური აქტივების გაცემის ნაცვლად, როცა ჩვენ საუბრობთ, ჩვენ მოვრიგდეთ იმაზე, რომ მე სხვა რაღაცას გავცემ, ანუ სხვა საბარტერო ურთიერთობაზე შევთანხმდე. სხვა პირობები ვიპოვოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ აქ არის საუბარი რა მედიატორი ახდენს ჭეშმარიტი ინტერესების გამოვლენას, ხო? და ჭეშმარიტი ინტერესები არის ყოველთვის ბიზნესისთვის სარგებლიანობაზე დაფუძნებული, ხო? და არა კონკრეტულ დავაზე, იქ გადაცილდა თუ არ გადაცილდა, გადაცილდას გამოვიყრა სამტეხო არის თუ არა. ანუ აქ ჩავდივართ წინა ტექნიკურ ნაწილში და იქ გადავდივართ, რომ ორივეს ინტერესია win-win პროცესი, ანუ ორივე რჩება მოგებული. ძალიან მნიშვნელოვანი, როცა კანონი კიდევ უფრო ათავისუფლებს სექტორს და ეუბნება, გინდა ბიზნესის ინტერესი არა დღეს და ახლა მოვახდინო გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ ჩემი ბიზნესის მდგრადობა შევინარჩუნო და გავაძლიერო. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მაქვს უკვე დღეს მოცემული არსებულ საკანონმდებლო ცვლილებებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი რო ავიღოთ, რომ საზოგადოებისთვის მარტივი იყოს აღქმა. სამშენებლო კომპანია, ყავს ინვესტორი. ან ვადების დარღვევა მოხდა, ან რაღაცა სხვა მოცემულობა და არ და კომპანიას აქვს ინტერესი კეთილსინდისიად განაგრძოს მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა და ვადებში ვერ ჩაიდია. კი. თუ დაარსებობს დათქმა, რომ მე პირველი მაგ მედიაცია და მე ვიდეო სასამართლოში. მას არ აქვს ის რისკი, რომ ეხლა იმხელა რეპუტაციული, ფინანსური იქნება თუ სხვა სახის რისკს მიიღებს, რომ ის მე ვეღარ დაასრულებს საკუთარ პროექტს თუნდაც, ხო? მედიაციის პარალელში მხარები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს. ან კონსენსუსამდე მივლენ, ხო? ანუ თუ ერთ-ერთი მხარის ინტერესი არ არის წმინდა წყლის შურის ძიება და დროის გაწელვა, მედიაცია ყოველთვის არის შედეგზე ორიენტირებული და ყოველთვის დებს შედეგს. აი, ჩვენ ახლა ძირითადად მაინც თეორიულ ნაწილს ვსაუბრობთ, მაგრამ პრაქტიკა
პრაქტიკაში ეს ყველაფერი რამდენად ხორციელდება? ანუ თუ არსებობს ამის თუნდაც მაგალითები ჩვენს რეალობაშიც. კი უკვე არის, იმიტომ რომ ნახეთ, ის ბიზნესი, ვისაც ყავს აქტიური სამართლებრივი ჯგუფი, მხარდაჭერითი ჯგუფი ყოველთვის ეკიდება ნებისმიერ სიახლეს, რომელიც მას აძლევს საშუალებას დაიცვას საკუთარი ბიზნესი. და უკვე არის ამდენი შემთხვევები, როდესაც ბიზნესმა ისარგებლა მსგავსი მოცემულობით და თავარი კითხვა არის ხოლმე, რომ როგორც ვატყობთ, მალე მედიაცია გახდება პირველი არჩევანი და სასამართლო ალტერნატივა, იმიტომ რომ მედიაციას გვია დავის გადაგაწყვეტის ალტერნატიული საშუალება და როგორც წესი, ადამიანები, რომლებიც ისარგებლებენ ამ მომსახურებით და აი ამის ბენეფიტებს საკუთარ მაგალითზე ნახავენ, ყოველთვის ვსვამენ კითხვას, რომ როგორც უფრო კითხვა რა უფრო ისე ვთქვათ მოსაზრება დაფიქსირებული, რომელსაც უფრო მტკიცებითი ფორმის გამოთქმა არის, რომ როგორც ვატყობთ, მალე სასამართლო გახდება ალტერნატივა. ისევ კანონის თემას მინდა მივუბრუნდე. შენი სუბიექტური აზრით, რა ხომ არ არის ცოტა დაგვიანებული ამ კანონის მიღება და რა იყო ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, რა უძღოდა ამ ყველაფერს შენი აზრი წინ? რატომ მოხდა ახლა და არ მოხდა თუნდაც რამდენიმე წლის წინ? ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ თვითონ მედიაციის მიმართულება ძალიან ახალია. 2019 წლიდან მიღებული პირველი კანონი. პირველ რიგში იყო მნიშვნელოვანი, რომ მოცემულობა იმისა თუ რა არის მედიაცია აღქმული ყოფილიყო საზოგადოებისთვის. პირველი ნაბიჯები იყო სასამართლოსთან კომუნიკაცია, რომ რაღაც გარკვეული მიმართულები გახდა სავალდებულო გადაცემოდა მედიაციას, იმისათვის რომ საზოგადოების მიეღო როგორც მექანიზმი მედიაცია. სამწუხაროდ ადვოკატები არ უწყობდნენ ამას ხელს, ჩვენ ამას ვისაუბრია ადრე, რამაც და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმ გამოწვევას, რასაც ქვია, რომ ადვოკატები ამას ხელს არ უწყობდნენ, არის ახალი დათქმა კანონში, რომ სასამართლოს ფარგლებში გაცემული მინდობილობა აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადვოკატმა შეძლოს მედიაციის პროცესში წარმომადგენლობა. უნდა არსებობდეს ცალკე სპეციალური ჩანაწერი მინდობილობაში, რომ მას აქვს უფლება წარმოადგინოს ხალხი მედიაციის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ჩემი გადასახედ პრაქტიკის გათვალისწინებით, იმიტომ რომ მე როგორც მედიატორს როცა მეწერებოდი სასამართლო საქმეები, მქონდა პრობლემა, რომ ადვოკატები არ უმარტავდნენ მხარეებს. და მხარე ფიქრობდა, რომ ეს სტანდარტული მორიგი პროცედურა არის. არადა რეალურად ეს არ არის მორიგი პროცედურა, ეს არის შესაძლებლობა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს. და არ მოყავდათ ხოლმე მხარეები პროცესში. დღეს ვეღარ გააკეთებს ამას ადვოკატი ან ნებისმიერ წარმოადგენელი, იმიტომ რომ მან უნდა მიიღოს სპეციალური ნებართვა, წარადგინოს მედიატორი, როგორც სამედიაციო პროცესში მხარე, ამ შემთხვევაში უნდა განუმარტოს რა არის ხო მედიაცია. უკვე მხარეს აქვს ინფორმირებული თანხმობა, ინფორმირებული უარი, რომ მან იცის რა პროცესში უწევს უკვე იყოს ინფორმირებული, რა პროცესში ჩაერთო და უკვე უფრო გამარტივდება საზოგადოების ჩართულობის უზრუნველობა ამ პროცესში. იმიტომ წარმოიდგინეთ, რომ მანამდე თუ უბრალოდ გასცემდა ერთ მინდობილობას და ყველაფერი იგულისხმებოდა იყო და ამიტომ ადვოკატი ხშირად მაპატიოს კოლეგებმა არ უმარტავდნენ მხარეებს რა პროცესში იყო ჩართული და მხარე არც მოდიოდა ხშირ შემთხვევაში ან უარს ამბობდა მედიაციაზე. დღეს როდესაც ვალდებულება აქვს რომ ცალკე ჩაიწეროს საუნტარო მინდობილობაში რომ მას აქვს უფლება წარადგინოს მხარე სამედიაციო მორიგების ფარგლებში ის უკვე ვალდებულია უფრო დეტალურად განუმარტოს. შენ ახსენე რომ 2019 წლიდან იწყება მედიაციის ეს თქვა როლი საქართველოში, ხო რეალობაში. მაინტერესებს, ანუ ბევრი გზა გაიარა ამ ყველაფერმა, მაგრამ ალბათ ის სურათი მაინც არ გვაქვს მიღებული ცნობადობის მიმართულებით გულისხმობ, რაც უნდა ყველას, ანუ ამ შემთხვევაში. მაინტერესებს ამ კანონის მიღება რამდენად ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად ბიზნესისთვის, რომ საინტერესო გახდეს მედიაციის ჩართულობა და შენ როგორი მოლოდინები გაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ სწორად მიმაწოდეთ ბიზნეს ინფორმაციას, ფაქტობრივად შესაძლებელია ამ ბიზნეს ასე ვთქვათ, მოაცილოს ინტერესი მიმართოს სასამართლოს. კი ბატონო. იმიტომ რომ სასამართლოს საჭიროებას ვეღარ ხედავ მე პირადად, იმიტომ რომ თუ აღსრულებადობა, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები, თუ მათ შორის შედეგობრივობა გაცლებით მაღალი აქვს, რატო უნდა მიმართოს სასამართლოს, თუ ჩემი ინტერესი არ არის უბრალოდ ვინმეზე შურისძიება და საკუთარი რეპუტაციის რისკის დაყენება. ანუ თუ ეს გათანაბრება, რომ აღსრულებადობის პრობლემა არ აქვს,
კერძო მედიაციის ფარგლებში მიღებულ მორიგების აქტს ამ შემთხვევაში უკვე ინტერესი სასამართლოს მიმართვისა აღარ არსებობს. მესმის. ანუ რა ინტერესი უნდა ქონდეს მხარეს მიმართოს უბრალოდ ტრადიციული გზა მაინც ხო სასამართლო ეს კიდევ ერთხელ რომ ინფორმაციულად თუ სწორად მიეწოდება ბიზნესი თუ მიხვდება აი ამას მექანიზმის ბენეფიტებს აღარ არსებობს საჭიროება მიმართო სასამართლოს, იმიტომ რომ შენ შეგიძლია უფრო მალე, უფრო შედეგობრივად, უფრო შედეგზე ორიენტირებულად და სრულ დაცულობით და კონფიდენციალურობით მოვაყარო შენი პრობლემა, რატომ უნდა მიმართოს. არ გეთახმები 100%, მაგრამ ანუ ის იმ გარემოებასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რომ მაინც შედარებით ახალი სიახლეა ჩვენს რეალობაში და აი უფრთხიან მაინც და ურჩევნიათ რომ აი ინფორმაციის აღქმა, პირველი მექანიზმის აღქმა და მეორე, ასე ვთქვათ, დობის მოპოვების პროცესი უნდა გავიაროთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გადავხედავთ წმინდა პრაგმატულად, ეს არის იდეალური შესაძლებლობა დაიცვათ, გააძლიეროთ და უფრო მდგრადი გახადოთ ბიზნესი ნებისმიერ გამოწვევების წინაშე. აი შენ სანდოობა ახსენე და დობის მოპოვება, ესე ვთქვათ, ზუსტად ინფორმაციის მიტანა პოტენციურ კლიენტამდე. მაინტერესებს ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მედიატორების როლი განუსაზღვრელია, ყველაზე დიდი როლი აკისრია, მაგრამ რას გვაჩვენებს პრაქტიკა? რამდენად სწორად ხდება ინფორმაციის მიტანა და ცოტა ისეთი კითხვა უნდა დავსვამ, მძიმე კითხვა. ამ მიმართულებით რამდენად კვალიფიციური მედიატორები არიან საქართველოში, რომლებსაც შესაძლოა იცოდნენ კარგად თავიანთი პროფესია, უბრალოდ კლიენტამდე ვერ მიაქვს შესაბამისად სათქმელი. ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რა თქმა უნდა. ნახეთ, მედიატორის პროფესია განსხვავებით ადვოკატის პროფესიისაგან არ შედგება ერთი კონტინგენტისგან. ანუ ეს არ არის აუცილებლად სამართლებრივი ცოდნის ადამიანები. ეს არიან ექიმები, ფსიქოლოგები, ადვოკატები. ანუ ამას არ აქვს სავალდებულობა კონკრეტულ პროფესიას. ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში ინიშნება ის მედიატორი, რომელსაც ამ მიმართულებით აქვს სპეციფიური ცოდნა. კი ბატონო. მაგალითად, სამედიაციო და სამედიცინო კონტრაქტორების შეუძლია განიხილოს ვისაც სპეციფიკა ესმის, ხო? ვით სახედუ კი მესმის. ხო, ხვდებით, ანუ კომპეტენცია აქ არის ერთი მთავარი კომპეტენცია. ეს არის რამდენად შეუძლია მედიატორს მხარეები მიიყვანოს კონსტრუქციულ კომუნიკაციამდე. იმიტომ რომ მხარეების პირველი პრობლემა არის რა კონსტრუქციულ კომუნიკაციაში შესვლა. ორივე მხარე არის პირველ რიგში ორიენტირებული იმაზე, რომ მოახდინოს მაქსიმალური დათრგუნვა მეორე მხარის ინტერესების და საკუთარი ინტერესების ამოჩენა. თუმცა მედიატორის ფუნქცია არის რა პირველ რიგში მიიყვანოს მხარები კონსტრუქციულამდე, შემდეგ გაიყვანოს ჭეშმარიტ ინტერესამდე და აპოვიოს დაეხმაროს იპოვონ ურთიერთსარგებლიანი გადაწყვეტილება, ხო? მაგრამ მეორე საკითხია სპეციფიკა რამდენად ესმის საქმის, ხო? მაგალითად სასამართლოს არ აქვს ფუფულება, მაგალითად სასამართლოს აქვს რა თქმა უნდა მაღალი კომპეტენცია სამართლებრივ მოცემულობაში, თუმცა კომპეტენცია თითოეულ დარგობრივ მიმართულებაზე ვერ ექნება, იმიტომ რომ ეს ფიზიკურად არ არის მისი ვთქვათ სფერო. თუმცა მედიატორის შემთხვევაში მედიატორები როცა გადიან სერტიფიცირების პროცესს, სწავლობენ ზუსტად იმ თავარს, მიიყვანონ მხარეები კონსტრუქციულ, ანუ შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციის სტილს, ეფექტური კომუნიკაციის მთავარ უნარებს. ისინი სწავლობენ კონფლიქტის მართვის უნარებს. ისინი სწავლობენ როგორ მოახერხონ კონკრეტული მხარის სუბიექტური მოცემულობიდან ობიექტური ჭეშმარიტებამდე მიიყვანის, ანუ ამას ქვია ჭეშმარიტების ტესტი, რეალობის ტესტი ეძახიან მედიატორები ამ კონტექსტში. აი ამ პროცესში, ანუ მედიატორის ფუნქცია რა არის? დააცხროს ემოციური და სუბიექტური მოცემულობა და გადაიყვანოს ობიექტურ ინტერესზე, ურთიერთსარგებლიან ინტერესამდე მიიყვანოს პროცესი, ხო? დანარჩენი ის თუ დაუშვათ აი ეგ მომგებიანი თუ არა მომგებიანი, მხარეები წყვეტენ. ის თუ დაუშვათ ამ აქტივს დათმობს თუ იმ აქტივს დათმობს, მედიატორი არ წყვეტს. ხო ეს კომხარეებზია დამოკიდებული. სწორედ ეს არის უპირატესობა, ხვდებით, ანუ თქვენ არ ხართ დამოკიდებული მესამე პირი, როგორ მიხვდება თქვენ შორის ვალდებულებით ურთიერთობას, რამდენად აღიქვამს, ვის ბრალობას აღიქვამს და ასე შემდეგ. ეს არ არის მედიატორის საქმე. მედიატორი მხოლოდ ახდენს თქვენი საკომუნიკაციო ენის ასე ვთქვათ, გაფილტრვას და მხარდაჭერას პროცესის, რომ გაგიმარტივოთ ურთიერთსარგებლიან პროცესზე გადასვლა. ეს არის მედიატორის როლი.
კი, აი მაინტერესებს, მოდი ცოტა კიდევ პრაქტიკებზეც გადავიდეთ. დღეს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რამდენად სტატისტიკურად თუნდაც ოფიციალურ კიდე არაოფიციალური სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, რამდენად აღწევენ შეთანხმებას მედიაციის ჩართულობით ბიზნესის წარმომადგენლები. არის თუ არა შემთხვევები, როდესაც არ ჭრის მედიაცია და მხარეები ტოვებენ ერთმანეთს ისე რომ ვერ მიდიან შეთანხმებამდე საბოლოო ჯამში. კიდევ ერთხელ მივდივართ სანამდე. მიზანი რა არის მხარის? თუ მიზანი მხარის არის დროის გაწელვა, თუ მიზანი მხარის არის გარკვეულწილად შურისძიება, რეპუტაციული ზიანის მიღება მეორე მხარესთვის მედიაციური პროცესში ჩაგეკითხები თან. თუ შურისძიება არის ერთ-ერთი მხარის მიზანი, მაშინ რატომ ამჯობინებს მედიაციას. არ ამჯობინებს, სასამართლო გადასცემს ხოლმე, როცა ხდება კონკრეტული საქმეები სავალდებულო გადაცემას ექვემდებარება. უბრალოდ ისინი მოდიან ამბობენ, მე არ მაინტერესებს მედიაცია, ან მოდიან იმისათვის რომ დრო გაწელონ და მე უკვე იშლება სამედიცინო პროცესი. კიდევ ერთხელ თუ მხარის ინტერესი არის კონკრეტული დავის მოგვარება, ყოველთვის და არსებობს გზა მიღწეული იქნეს შეთანხმება. ძალიან მცირეა მინიმუმამდეა დაყვანილი უარყოფითი შედეგები სამედიაციო შეთანხმების ფარგლებში. ხო, ეს ვერც გავექცევით, იქნება ხოლმე, ცოცხალი პროცესია და. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად ან ყოველთვის არსებობს რისკ ფაქტორები, ეს არის მესამე მხარეები, ეს არის გავლენის მხარეები, რომლებიც, ასე ვთქვათ, შეიძლება შეთანხმება მხარეებმა მიაღწიონ, მაგრამ გავლენის მხარემ კონკრეტული ერთ-ერთი მონაწილის გავლენის მხარემ არ დაადასტუროს დაუშვათ ეს. და მიუხედავად იმისა, რომ მხარები სარგებლიანი იყოს, მესამე პირი ვისი ინტერესს აქ უფრო ჭარბობს, შეიძლება არ დაადასტუროს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეს არ წარმოადგენს და გავლენის მხარებს აქვს დიდი ფაქტორი. ეს არის ის გამონაკლისი, თორე როგორც წესი სტანდარტულად მედიაციის ყოველთვის აქვს მომგებიანი შედეგი. აი, მაინტერესებს ამ კანონის მიღება ალბათ წესით დარიგით ხელშეუწყობს კიდევ უფრო მეტად ბიზნესისთვის, ბიზნესის დაინტერესებას მედიაციისადმი ან ცნობადობის ამაღლებას გულისხმობ. მაინტერესებს შენ როგორი მოლოდინები გვაქვს, გაიზრდება თუ არა ამ მხრივ სტატისტიკური მაჩვენებლები და შემდეგ იქ მედითი ნაბიჯი როგორ წარმოგიდგენია რა უნდა იყოს რათა მედიაციამ კიდევ უფრო გაიმყაროს ფეხი საქართველოში. თუ გახსოვთ თქვენ როდესაც ახალი ხელი იყო შედარებით არბიტრაჟი მიმართვები და დათქმები დაიწყო არბიტრაჟის სასამართლოსთვის მიმართვები რამხელა მოთხოვნადობა იყო შემდეგ როგორც კი მიხვდნენ რა სარგებლიანობა ქონდა. დღეს როდესაც ბიზნესი მიხვდება რომ ვერცერთი სხვა მექანიზმი ახლოს ვერ მედიაციასთან მერწმუნეთ ბუმი საკონტრაქტო პუნქტებში პირველი მედიაცია აუცილებლად იქნება იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ დროის ამ ბუმისთვის მზად არის ჩვენი ქვეყანა. კადრებს გულისხმობთ თვითონ არიან კი ამ კუთხით სამართლებრივად თუ გულისხმობთ ხარდაჭერის ნაწილში კი საჭიროც კი არის წარმოიდგინეთ ხა რა გამოწვევები აქვს დღეს ბიზნეს განსაკუთრებით მოცემულ турბულენტობის პერიოდში ხო დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მდგრადობა მდგრადობისთვის კი რაც მინიმუმამდე უნდა ავიყვანოთ რისკი მედიაცია სწორედ ეს მექანიზმია და ფაქტობრივად ჯადოსნური ჯოხია რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს კი და ან ბოლო ჩვენი საუბრებიდან ბოლო პერიოდში ისე დამკვიდრდა ერთგვარ ტრადიციად, რომ ხშირად საუბრის ბოლოსკენ საუბრობთ ახალგაზრდებზე და მათ დამოკიდებულებაზე მედიაციის მიმართ და ალბათ ჩემი თუმეტე შენ სტუდენტები ყავს. მაინტერესებს ამ კანონთან დაკავშირებით თუ ქონდა მათთან კომუნიკაცია, ვიცი რომ პოზიტიურად არიან გაწყობილი ზოგადად მედიაციის მიმართ და მათი დამოკიდებულება მაინტერესებს კიდევ ერთხელ რომ განმეორდეთ ზოგადად მედიაციის შესახებ ვიცი, მაგრამ აი ამ კანონთან მიმართებაში და ასევე რამდენად არის მიღებული პრაქტიკაში რომ თუნდაც სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები უშუალოდ მედიაციის პროცესში. ოფიციალურ პროცესს გულისხმობ. ნახეთ, აქ ორი საკითხი არის. პირველი, რა თქმა უნდა, ენთუზიაზმი ნამდვილად გქონდათ, იმიტომ რომ როცა აღიქვამენ, შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს, ყველაზე მეტად ენთუზიაზმს ეს სტუდენტები გამოხატავენ ხოლმე. მესმის. რაც შეეხება დასწრებადობას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მედიაცია არის კონფიდენციალური პროცესი. მჭირდება მხოლოდ მხარის თანხმობა, რომ დაესწროს კონკრეტული თუ მხარე იყო ესეთი პრაქტიკა ისე? კი, როგორ არა. ძალიან ხშირად, როდესაც ისეთი საკითხი არ არის, რომელიც რომელიმე მხარის ინსტიტუტურად აღიქმება, იძლებიან თანხმობას და ამ შემთხვევაში ხდება დასწრება. თუმცა უმეტესწილად კონფიდენციალობიდან გამომდინარე, როგორც წესი, მხოლოდ ის მხარეები არიან ჩართული, ვინც პროცესში კონკრეტულად მონაწილეობენ. კი, და ბოლო კითხვა მინდა დაგისვა. შენ როგორც 2019 წელი კიდევ ერთხელ უნდა განმეორდო, როდესაც მედიაცია შემოვიდა
საქართველოში. Როგორ წარმოიდგენია უახლოეს პერსპექტივაში ან შორეულ პერსპექტივაში, როდის მიაღწევს ჩვენი ქვეყანა იმ ზღვარს, ესე ვთქვათ, დონეს, როდესაც მედიაცია საბოლოოდ დამკვიდრდება ბიზნესთან მიმართებაში. ყველაზე სარგებელი მესმის რომ აქ ბიზნესის ხელშეწყობა და მათი ჩართულობა არის უსასრულო და მნიშვნელოვანი. თუმცა აქ კვალიფიციურ მედიატორებზეც მივდივართ, ხო? მათი ახეთ პრაქტიკიდან თუ გამოვალთ, ყველაზე სარგებლიანი მედიაცია, კერძო მედიაცია განსაკუთრებით არის სამშენებლო სექტორისთვის, ფინანსური მიმართულების სექტორისთვის, არის ისეთი ტიპის კომპანიების, რომელსაც მრავალი კონტრაქტორი ყავს, ან ინვესტორთან კომუნიკაცია აქვს უმეტესწილად და მისი პარტნიორები არიან კონკრეტული ფინანსური სახსრების მატარებელი პირები. ამ სექტორს ყოველთვის ყავს კარგი სამართლებრივი ჯგუფი. კარგი და კვალიფიციური სამართლებრივი ჯგუფი ყოველთვის ეძიებს ახალ შესაძლებლობებს, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული სექტორის დატოვებას. აქედან გამომდინარე, მაგ მაღალი მოლოდინი, სწორედ ინკვალიფიციური გუნდების იმედად, რომ მოხდება სწორად მიტანა ამ მექანიზმების, ამ სეგმენტებთან, ამ სექტორთან და ინტერესი, გამოყენებადობა და ბუმი, ესე ვთქვათ, თუნდაც სამედიაციო დათქმის გაჩენა კონტრაქტში მოხდება უახლოეს პერიოდის ფარგლებში. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაგ ჩემი კოლეგების კვალიფიკაციის მიმართ მაღალი მოლოდინი. ხო, მოლოდინი და ოპტიმისტურად ყველანი უნდა ვიყოთ განწყობილები და განსაკუთრებით ჩვენც ვისაუბრია რომ გვეიმედება ახალგაზრდა თაობის რომლებიც სტუდენტებს გულისხმობ რომლებიც ამ მიმართულებით განსაკუთრებით ინტერესს ახალი თაობის ადვოკატები განსაკუთრებით იწვევენ ჩემში ოპტიმიზმს იმიტომ რომ სწორედ ისინი არიან არაკონსერვატორები ისინი არიან ორიენტირებული შედეგზე ახალი ძიებაში და ყოველთვის აუმჯობესებენ საკუთარ თავს და საკუთარ მექანიზმებს აქედან გამომდინარე თუ ჩემი მოლოდინი არის მაღალი მხოლოდ ეყრდნობა იმას, რომ მე მჯერა ახალი თაობის ადვოკატების, მე მჯერა კვალიფიციური ძველი თაობის გუნდის, რომელმაც იცის ეს პლუსი და რომელსაც არ აქვს პრობლემა სიახლეებთან დაკავშირებით და მე მჯერა ბიზნესის, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია სწრაფ, სწორ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიზნესისთვის დროის დაკარგვა უსარგებლოდ არის ერთ-ერთი მთავარი დათმა. ანა, ტრადიციულად საინტერესოდ ისაუბრე, მადლობა მინდა გადაგიხადო და ამ მიმართულებით ალბათ გაუმჯობესდება სურათი ამ კანონიდან გამომდინარე და იმედი ვიქონიოთ, რომ პირველ რიგში ბიზნესი დაინტერესებას გამოთქვამს და აუწყობს ტემპს ამ დინამიკას, რაც არის ამ მედიაციის მიმართულებით საქართველოში. წარმატებები შენ სტუდენტებთან ერთად, მადლობა რომ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი. მე კი შეგახსენებთ უბრალოდ ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, რომ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ანა ჯალაღონია, მედიაციისა და ფასილიტაციის ცენტრის თავმჯდომარე და მედიატორი. ვისაუბრეთ იმ ახალ კანონზე, რომელიც მედიაციის შესახებ იქნა მიღებული. მე ის გადამჩენია დაგემშვიდობოთ ხვალამდე, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ ზუსტად 10 საათს და 30 წუთზე. მადლობა ყურადღებისათვის, ბედნიერ წარმატებულ და საქმიან დღეს გისურვებთ.